ერთ საინტერესო ამბავს უნდა გამოვეხმაურო, ვალდებული ვარ, აუცილებელია. გარდაულა აუცილებელია ჩემი აზრით. იცით თქვენ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 6-1 თბილისში დაამარცხა სომხეთის ეროვნული ნაკრები, მას შემდეგ მოედანზე გავარდა შპანა, ფსევდო-ქართველთა და ფსევდო-კომაკთა შპანა. ისინი მივარდნენ იმ ტრიბუნასთან, სადაც ისხდნენ კომაგები, ჩამოსულები სომხეთიდან, ერევნიდან, სომხეთიდან და სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს, ბოთლების, კიდე რაც ხელში მოხვდათ იმ საგნების, აგინებდნენ, აფურთხებდნენ შეურაცხყოფას, აყენებდნენ, ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, უმახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ ეს არის ისინი არიან, სტუმრები არიან სომხები და armenofobიური მესიჯებით, გზავნილებით, შეძახილებით, უფრო ზუსტი რომ იყო, გამოირჩეოდნენ, ცოტანი არ იყვნენ. აი ამ შპანის წარმომადგენლები. 20, 30, 40 რო ყოფილიყო, არც ეს იქნებოდა ცოტა, მაგრამ გაცილებით მეტი იყო. აი ეს ფსევდო, ამგვარად ფსევდო ქართველიც და ფსევდო კომაკიც. ჩვეულებრივი ინციდენტიაო, იტყვის ზოგი თქვენგანი. ხო, ჩვეულებრივი ინციდენტია. როდესაც შოტლანდიაში იმართება საფეხბურთო მატჩი, ასე მაგალითად Celtics-სა და Glasgow Rangers შორის, იქაც Celtic-ის კომაგები Glasgow Rangers-ის კომაგებს დაერევიან ხოლმე წელი არ გაივლის, რომ ამ ქალაქში, Glasgow-ში, მინიმუმ ორჯერ არ მოხდეს ამგვარი ინციდენტი ესპანეთში, კასტილიის დედაქალაქ და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩასული ბარსელონას ფანები, რაც საკვირველია ეჩხუბებიან რეალის ფანებს და პირიქით ბარსელონაში ჩასული რეალის ფანები აგინებენ, აფურთხებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ბარსელონას ფანებს, სხვა თუ არაფერი ბევრ ჩვენგანს უნახავს ერთი უისტორიულესი კადრი, როდესაც ლუის ფიგუს ესროლეს ღორის თავი ერთ-ერთ კუთხესთან, ხო? პრაქტიკულად მისი ფეხების წინ დავარდა მოჭრილი ღორის თავი. მაგრამ იმ ინციდენტებსა და ამ ინციდენტს შორის არსებითი სხვაობაა და მე გეტყვით რატომაც. იქ გამოპრუტუნებულმა ბრიტანელმა, შოტლანდიელმა თუ ინგლისელმა სხვა მატჩებში, მაგალითად ლონდონში რომ იმართება მატჩები და ეს ლოკალური დაპირისპირებები რო არის, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სამართალდამცავი მათ წინააღმდეგ წავა, მათ ქმედებას აღკვეთს, მათ დააკავებს, დროებით იზოლატორში მოათავსებს და გვარიან ჯარიმასაც დააკისრებს ნაბახუსებზე. გამოპრუტუნებული ბრიტანელები ამას შესანიშნავად ხვდებიან, წინასწარ ხვდებიან. ბრიტანელები ზოგადად შოტლანდიელები, ანუ სკოტები, ინგლისელები თუ სხვაგანაც თუ მიმდინარეობს ასეთი შეპირისპირებები. იგივე ხდება მაგალითად სამხრეთ ამერიკაში, როდესაც River Plate-ისა და ერთი ქალაქია. Boca Juniors-ის კომაგები ერთმანეთს დაერევიან ხოლმე, იქაც გამოპრუტუნებულმა არგენტინელებმა კომაგებმა გადაგიჟებულებმა ფეხბურთზე შესანიშნავად იციან, რომ სამართალდამცავი არ არის მოძალადის მხარეს. იგივე ხდება იტალიაში, გერმანიაში თუ ესეთი ინციდენტები ხდება მაინც და მაინც იქ, თუმცა იშვიათად, შედარებით იშვიათად და ასევე სხვა ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში. აქ ხდება სხვა რამე, აქ ხდება თუ მოხდა სხვა რამე და ამაზე რაც მოხდა აქ კონკრეტულად ამ ინციდენტზე პასუხისგებელი გაგიკვირდებათ და არის ვინ? ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შექმნა ასეთი დისფუნქციური სახელმწიფო. ეს ის სახელმწიფოა, გაგახსენებთ, როდესაც ერთი დემონსტრანტი გადის ქუჩაში, არ გადადის რუსთაველის გამზირს, მაგრამ კამერებით ამოღებულია ჩანაწერები, თითქოს მან გადაკვეთა სავალი ნაწილი
გადაკვეთა და გადაკეტა სავალი ნაწილი და 5,000 ლარიან ჯარიმას აარტყამენ ხოლმე, როდესაც ერთ დემონსტრანტს მიხვება 17 პოლიციელი, ყველგან პოლიცია არსად სამართალი და 117 კამერა აკონტროლებს. ცხადია, პირობითად ვამბობ 117 მეთქი რასაკვირველი 117 არ აკონტროლებს ერთ კონკრეტულ დემონსტრანტს, მაგრამ ბევრი კი ნამდვილად. ეს ის სახელმწიფოა, ეს ის დისფუნქციური სახელმწიფოა, როდესაც მოქალაქეების თავისუფალი ხმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაქსიმალურად ჩახშული, მაქსიმალურად რეპრესირებული, მაქსიმალურად შეზღუდულია ამ რუსული რეჟიმის მიერ. ხოლო ამგვარ შემთხვევებში პოლიციელები, რომლებიც მიხვდნენ განა არა, ისიც კანტიკუნტად იყვნენ, ბევრნი კი არა, მოედანზე ამ ფსევდო-კომაგებს და ფსევდო-ქართველებს, რომლებიც დღენიადაგ იმას ამბობენ, რომ საქართველო თურმე ტოლერანტული სახელმწიფოა, აი ამ პოლიციელებმა კი არა აღკვეთეს ეს ქმედება ამ ფსევდო-ქართველებისა და ფსევდო-კომაგებისა, არამედ განარიდეს ისიც უკეთეს შემთხვევაში ეს მოძალადე ჯგუფები, მოძალადეები 30 იყვნენ, 40-ნი, 100-ნი, 120-ნი, რა მნიშვნელობა აქვს, არ მომითვლია ცხადია და ვერც ვერავინ მოთვლის. ბევრნი იყვნენ საკმაოდ. იცით როგორი დაახლოებით, როგორი მესიჯით განარიდეს? განარიდეს ამგვარად, გეყოთ ახლა. ისინი კი იმსახურებენ ეს ჩამოთრეულები სომხეთიდან, მაგრამ გეყოთ ახლა, ხომ მოიოხეთ გული, ხომ მიაყენეთ შეურაცხყოფა და ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. არა, მე არ ვამბობ იმას, რომ დიმიტრი სამხარაძემ, მამუკა მდინარაძემ, ნინო წილოსანმა, ირაკლი ზარქუამ თუ სხვებმა და სხვებმა, კობახიზემ და თვით ივანიშვილმა დაარიგეს ეს მოძალადე ჯგუფები, რომ ამგვარი საქციელი ჩაედინათ, ამგვარი ქმედებისთვის მიემართათ, მაგრამ ზურგი აკი გითხარით, ზურგის ტვინით გრძნობენ მოძალადეები ყოველთვის, რომ ისინი იქნებიან მხარდაჭერილნი სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოს მხრიდან. მე გეტყვით კიდევ კონკრეტულად რისი ბრალია ეს კონკრეტული ინციდენტი და ზოგადად არმენოფობია, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში, არ უნდა დავმალოთ. ერთი უნდა ვთქვა, რომ სომეხებს ძალიან უყვარს ქართველიერი, ეს ბარემ რომ ვიცოდეთ, აი სომხეთში რომ ჩახვიდეთ, ისინი ხსულ მუდმივად ამბობენ, რომ ქართველები არიან მათი ძმები, გულახდილად, გულწრფელად ამბობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალაგ-ალაგ, შიგ-შიგ, გარკვეულ საკითხებში ისინი არ გვეჯიბრებიან, მაგრამ ეს კომპლექსები აკი აქვს სომეხებს და განა არა გვაქვს ჩვენ. როდესაც ჩვენს რაღაც ისტორიის მოსახვევებიდან რაღაცებს ვამტკიცებთ, რაც სამტკიცებელი სულაც არ არის. 321 წელს მიიღო სომეხეთმა ქრისტიანობა და ჩვენ რატომღაც ვამტკიცებთ, რომ 319 წელს მივიღეთ, მაინც და მაინც. მივიღეთ, ოკეი. მე ისინი ამტკიცებენ, რომ 317 წელს, მე ჩვენ ვამბობთ, რომ 312 წელს მივიღეთ. მე პირობითად ვასახელებ მეოთხე საუკუნის დასაწყისის წლებს. მათ აქვთ კვლავ ვიმეორებ ჩვენს მიმართ გარკვეული კომპლექსი, მაგრამ არსებითად, არსობრივად მათ უყვართ საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენგან განსხვავებით. ესეც უნდა თქვა. ახლა რაც შეეხება დღევანდელი ინციდენტის ტრიგერებს, არასწორი სიტყვა, მიზეზებს, უფრო და მე გეტყვით რა არის ერთ-ერთი მიზეზი. მაგალითად, გახსოვთ თუ არა, სამთავრობო ერთ-ერთი არხის, ოღონდ ვერ დავასახელებ, შესაძლოა შევცდე და იმიტომ ჟურნალისტად წოდებული, არც მახსოვს, გოგონა თუ ქალბატონი თუ ვაჟბატონი, ბიჭი თუ გოგო, მე მგონი უფრო ქალბატონი, ოღონდ არ მახსოვს, მიადგა, არც არხი მახსოვს, ალბათ პოზიტივი, მაგრამ შესაძლოა ვცდები. მიადგა მამუკა ხაზარაძეს და ეკითხება სრულ აბსურდს. აბსურდს არა იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძეს წინაპრებში არ ყოლია სომეხი, ყავდა თუ არ ყავდა, რა მნიშვნელობა აქვს მამუკა ხაზარაძე თუ არის კარგი მოქალაქე. კარგი პოლიტიკოსი კი არა, კარგი მოქალაქე თუ არის.
მოქალაქე თუ არის საერთოდ კარგსაც დავანებოთ თავი რა მნიშვნელობა აქვს მას სომეხი ყავდა წინაპრებში აზერბაიჯანელი ურარტყუელი თუ მესოპოტამიელი აი რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ გავანებოთ თავი ამ ნაწილს და ნახეთ რას ეკითხება რატომ მალავთ და ახლობით ესია ფორმულირებული კითხვა რატომ მალავთ თქვენ სომხურ წარსულსო კი არა სომეხ წინაპრებსო იმას რომ თქვენ სომხური სისხლი გირევიათო მამუკა ხაზარაძე პასუხობს იმას რასაც პასუხობს ჩემი აზრით ოდნავ შეცბუნებული ოდნავ დარბნეული მე ვისურვებდი რომ უკეთესი ხან მოტრიალდი და გაეტრიე აქედან იმიტომ რომ სომეხი ერი ზოგადად და სომხები რომლებიც არ ცხოვრობენ რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში არიან უღირსეულესები და ეს არ არის არანაირი კომპრომატი დაახლოებით ამგვარი შინაარსის პასუხი უნდა გაეცა მამუკა ხაზარაძეს მაგრამ მესმის რომ დაიბნა კაცი იმიტომ რომ სიგიჟეს როცა გეკითხებიან შეიძლება გაქვს უფლება დაბნევისა მაგრამ ისით რა შეასაქმე როდესაც ეს სიუჟეტი ნახა ტელევიზორში ასე მაგალითად მამუკა მდინარაძე მირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილმა სხვებმა და სხვებმა ყაველაშვილმა თუ სხვებმა ან თვით ბიძინა ივანიშვილმა მათ დარწმუნებული ვარ იცინეს ამასთან დაკავშირებით რა კარგად გავაშავეთ რა კარგად გააშავა ამ სამთავრობო არხის ჟურნალისტმა მამუკა ხაზარაძე რომელიც ამასთან სომეხიც ყოფილა და მალავს ამ ყველაფერს და იქნე ვიღაცა ეხლა გამახსენდა ვიღაცა ამოჩხრიკეს არ ვიცი სომხეთში თუ არ ვიცი პირა ქალაქში ავლაბარში არ მახსოვს კუდახტილად გეტყვით რომელმაც რაღაცა ფურცლები გადაშალა იმის თაობაზე ხო ყავდა აი მე მყავდა ურარტყუელი ბებიის მამა ან მესოპოტამიელი სომეხი კი ბატონო თუ გნებავთ ესე ვიტყვი სომეხი ბებიის მამის ძმა თუ და თუ ქმარი ის ქმარი ხო რა მერე ვინ გეკითხებათ საერთოდ ვინ ახართ რას წარმოადგენთ სომეხიერი აზერბაიჯანელიერი ნებისმიერი ერის წარმომადგენელი რომელსაც არ აქვს ჩვენს მიმართ ამ ქვეყანას არ აქვს მტრული ინტერესები ის რასაკვირველი არის ღირსეული ინდივიდუალურადაც და სახელმწიფოებრივადაც სახელმწიფოებრივად კატასტროფული სახელმწიფოა რუსეთი ინდივიდუალურადაც კი არ უნდა ინდივიდუალურად უნდა განსაჯო კი არა უნდა განსაჯო სწორედ რუსის წარმომრუსები რომლებიც მე არ მიყვარს კუდახტილად გეტყვით იმიტომ რომ მათი სახელმწიფო ესეთი იმპერიულია მაგრამ ისინიც კი აი ქუჩაში რო ხვდებიან ინდივიდუალურად უნდა მიუდგემათ და არ უნდა გადაგეზარდოს რუსოფობიაში სახელმწიფო რუსეთის სიზულვილი სახელმწიფო რუსეთის პოლიტიკური ელიტის სიზულვილი ეს თლად გულახდილი რო ვიყო და თვითკრიტიკულიც რო ვიყო ერთგვარად ხო და ვინ გეკითხებათ მე კი ამას ვამბობდი მეორე ამბავი რაც არის ერთგვარი ტრიგერი ერთგვარი საფუძველი აი ამ შპანების ეგრეთ წოდებული გულადობისა ზურგმიცემობისა იმისა რომ ისინი შესანიშნავად ზურგის ტვინით ხვდებიან სწორედ იმას რომ სახელმწიფო მათ არ შეეხებათ განსხვავებით დემონსტრანტებისაგან რომლებიც არაფერს აშავებენ მაგრამ 5000 ლარიან ჯარიმას კი ყიდებენ მათ ანიჭერენ დროებით ანიჭერენ როგორც 59-50 პატიმარს თვეებით და ასე შემდეგ ხო ეგეთქვით მეორე ამბავი რა არის თუ არ ცდები ოღონდ არც ამის გვარი არც ამ კაცის მამაკაცის გვარი არ ვიცი რაღაც ზედმეტ სახელი აქვს არ ვიცი მართლა არ ვიცი და ისიც თუ არ ცდები ამ სახელმწიფო არხიდან არის შესაძლოა ცდები ამ ნაწილში ვერ გეტყვით მაგრამ რაღაც უცნაურია შემოსილი ჩავიდა აი სომხეთში ერევანში რომ მათში იყო და იქ აბულინგა სომხეთში მასპინძლები უცნაურად შემოსილმა ვიღაც ქართველმა ვითობ სატირიკოს კომიკოს არ ვიცი რაღაცამ და არა ვიღაცამ სომხეთის ერევნის ცენტრში აბულინგა რუსულ ენაზე სომეხიერის მასპინძლები წარმომადგენლები სომეხიერისა უმტკიცებდა რომ ჩვენ ქართველები უფრო მაგრები ვართ იქ სომხეთში უმტკიცებდა არა თუ აქ თბილისში ავლაბარში თუნდაც თელავში, ზუგდიდში, არ ვიცი მე ქუთაისში თუ გორში, ხო, არამედ იქ
უმტკიცებდა რომ აი ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და თქვენ კი ხართ ჩვენთან შედარებით მეორე ხარისხოვანი ქვეყნის სომხეთის შვილები, სომხეთის წარმომადგენლები. მერე უკვე არ მახსოვს სად კი არა ვიცი, მგონი იმავე სომხეთში მივიდა რაღაც ბირჟაზე, თუ ქართველები შეკრიბა რაღაც ბირჟაზე და ამეორებდა ვეფხისტყაოსანი ვისია, ქართველების არის, დიახ, შოთა რუსთაველი იყო ქართველი პოეტი, მაგრამ ამას რო ამტკიცებ და ყოველთვის ამტკიცებ იმას, რაც ისედაც ცხადია, ეს შენი კონკრეტულად ამ ადამიანის და შენ ზურგს უკან მდგომების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, თუ პოლიტიკის შედეგია ნაწილია უფრო. დიახ, ისინი ამით აღვივებენ armenofobia-ს. ეს უნდა ვთქვათ. ბიზინა ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ რუსეთისკენ მივყავართ, გარდა იმისა, რომ ჩინეთი შემოყავს, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო კონტექსტს ვერ გრძნობს, გარდა იმისა, რომ იზოლაციონიზმით არის დაკავებული, გარდა იმისა, რომ ევროატლანტიკურ ღირებულებებს უღალატა, გარდა ყველაფრისა, გარდა იმისა, რომ დასავლეთს აგინებს, გარდა იმისა, რომ მაფიოზურ სახელმწიფოს ქმნის, ბელარუსს, კავკასკი ბელარუსს უკანა ეზოს რაც გნებავთ, ყველაფერთან ერთად აღვივებს ამ ეთნონაციონალიზმს, ესე მივიწყებულს ამ 30 წლის განმავლობაში, 35 წლის განმავლობაში ჩვენში და ჩვენთან აღვივებს იმას, რაც მიძინებული იყო, რომ ჩვენ ვინმეზე უკეთესები ვართ და აქედან გამომდინარე ეს ვინმე ჩვენზე უარესი ვერც ჭკუას გვასწავლის, ვერც რეკომენდაციას მოგცემს და ვერც ჩვენ საშინაო საქმეებში ჩაერევა თითქოს სომეხეთი ჩვენ საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდეს. ხოლო რაც შეეხება ევროპას, იმათაც ეუბნება, რომ იცით რა არის, სად იყავით თქვენ, როდესაც მე-13 საუკუნის დასაწყისში, მე-12 საუკუნის ბოლოს, მე-13 საუკუნის დასაწყისში ასე მაგალითად თამარ მეფეს ქონდა შექმნილი კარავი, თუ ჩვენ მოვჭერით ფული და ასე შემდეგ და თქვენ ტყე-ტყე დარბოდით, თლად ესეც არ არის, ტყე-ტყეც არ დარბოდნენ, მაგრამ ახლა ამაზე რომ დაელაპარაკო მდინარაძეებს, რაგვარია ის კობახიძეებს, ზარქუებს და სხვებს, ხო წარმოგიდგენია, რამდენად დაბალ დონეზე უნდა დაეცე შენ თვითონ თან იმის წინასწარი გარანტიით, რომ ისინი არც სარათუ არ შეისმენენ, არამედ არც მოგისმენენ ამასთან დაკავშირებით. ისინი ხომ შებოჭილნი არიან, ისინი ხომ აი ამ ფობიებით სავსენი არიან და ეს ფობიებიც გარწმუნებთ, მათ შორის armenofobia, ან ევროპაფობია, ესე გეტყვით, ხო? არის რასაკვირველია ნაკარდახევი რუსეთის შესაბამისი სამსახურების, კონკრეტულად FSB-ს მიერ მათი, ანუ დინარაძეების, კობახიძეების, პაპუაშვილების და სხვების და არა ამ ფსევდო კომაგებისა თუ ფსევდო ქართველებისა, რომლების გულში მჯიღის ცემით გავარდნენ დღეს მოედანზე და იყვირეს, რომ სომეხი ერი თურმე საშინელი ერია, რომ ისინი აი ესენი უკეთესები არიან და აქვთ რასაკვირველია იმის იმედი, რომ სადღაც რომ გაავრცელებენ კადრებს, როგორ აგინებენ, ან ბოთს როგორ ისვრიან იმ ტრიბუნის მისამართულებით, რომელ ტრიბუნაზეც არიან სომეხი კომაგები, ამასთან დაკავშირებით მიიღებენ ამ შეკვეთილ ტროლბოტთა ლაიქებს, აზიაწეულ წერებს, გულებს და ასე შემდეგ და ერეგირებულნი გახდებიან, ზუსტად ისე, როგორც ერეგირებულია მთელი ქართული ოცნება ამათი ქმედებებით, ან იმ ჟურნალისტის ქმედებით, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს დაუსვა ის სრულიად არა ჟურნალისტურიც ალბათ სწორი არ არის, უპასუხისმგებლო და ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, უპასუხისმგებლო კითხვა, მავნე, ფესბეშნიკური კითხვა, ან მეორე კომიკად წოდებული, რომლის მეტსახელიც არ ვიცი, ჩავიდა სადღაც და აძახებინა აყვირა ვიღაცეები იმასთან დაკავშირებით, რომ ვეფხისტყაოსანი ჩვენია და ქაბაბი თუ არ ვცდები თუ კიდე არ ვიცი რაღაცა ჩვენია, თითქოს ვინმე ამ ყველაფერში გვეცილებოდეს და რომც გვეცილებოდეს ვეფხისტყაოსანში რა ამერე. არ არის ამის შედეგად თუ შოთა რუსთაველის დაწერილი, თუ შოთა რუსთაველიანი გახდება ამის შედეგად ვინმესთვის მსოფლიოში და თუ მაინც და მაინც გახდება კი არა, ამგვარი მცდელობა იქნება ვინმეს სომხეთიდან რა უნდა იმის დამტკიცებას, ოღონდ არა ამათ დონეზე, რომ შოთა რუსთაველი იყო
ქართველი, ხოლო ვეფხისტყაოსანი არის საქართველოში შექმნილი, ქართულ ენაზე შექმნილი გენიალური ნაწარმოები, რასაც ვერც სომეხი, ვერც მესოპოტამიელი, ვერც ურარტუელი, ვერც ამერიკელი, ვერც ფრანგი და ასე შემდეგ ვერ დაამტკიცებს ვერასოდეს, რომ მათთან არის შექმნილი ეს ყველაფერი, რა ეხა ფრანგებმა რო თქვან. ან სხვანაირად ვიტყვი, მოდი, მაგალითად, რომ თქვათ, რომ სამუელ კლემენსი, იცით კოცებო ვინ არის სამუელ კლემენსი? მე გეტყვით. სამუელ კლემენსი არის თქვენ რო არ წაგიკითხავთ მარკ ტვენი იმის იმ კაცის იმ წერლის ნამდვილი სახელი მარკ ტვენი არის ფსევდონიმი. ეხა მე რო დავიწყო მტკიცება და დამტკიცება იმისა რომ სამუელ კლემენსი, ანუ მარკ ტვენი იყო ქართველი, მისი ბაბუის მამის გარე ბიძაშვილი იყო ქართველი. დავამტკიცებ, ან რომც დავამტკიცო ვიწრო წრეში, რამერე მარკ ტვენი ქართველ წერლად და იქცევა და ამერიკელი აღარ იქნება. ეს ყველაზე უფრო ესეთი თვალსაჩინო მაგალითი დაგისახელეთ, იმიტომ რომ მარკ ტვენი თეორიულად შეიძლება წაკითხული გქონდეთ. აი ჯოვანი ბოკაჩო მაგალითად, ან დანტე ალიგიერიზე რომ გესაუბროთ, ხომ უცხო იქნება თქვენთვის დანტე ალიგიერიზე რომ გკითხოთ, მაგალითად ბატონ კალაძეს, ვინ არისო, რას გვიპასუხებს ეს იტალიაში ფეხბურთნა თამაშები კაცი. რას გვიპასუხებს, როგორ გონიათ? კარგით, კალაძეზე არ ვისაუბროთ ახლა, ვისაუბროთ კი არა, დავამთავროთ პრინციპში ჩემი ვიდეობლოგი. ხარობს ბიზინა ივანიშვილი იმით, რაც ხდება, რაც მოხდა დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ხარობს და ტაშსაც უკრავენ, წერასაც უწევენ იმ ფსევდოქართველებსა და ფსევდოქომაგებს, რომლებმაც სომხები მიჩაგრეს, იმიტომ რომ დაემტკიცებინათ უფრო დიდ ერთადგილიანები არიან, ვითომ არიან, რასაკვირველია. ხარობს მამუკა მდინარაძეს, ხარობს ირაკლი კობახიძეს, ხარობს შალვა პაპუაშვილის, ხარობენ სხვები და ისინი მხარს უმაგრებენ ამგვარ მოძალადე ჯგუფებს, რომლებმაც დღეს სომეხი ერის წინაშე თუ წინააღმდეგ გაილაშქრეს, ხოლო ხვალ შეიძლება დუბინგებით მიუვარდნენ და არ მივარდნიან თუ რა, რუსთაველზე შეკრებილ ფერად ახალგაზრდებს და მათ უთხრან, რომ საქართველო არასოდეს იქნება ევროპული და იქნება ესეთი ჩაკეტილი, რუსული, ან პრავასლავნი, ირან, ბელარუს, სომხეთის, არა, რუსეთის, სომხეთი, პირზე მაკერი არა, პრავასლავნი, თავიდან ვიტყვი ამ წინააღმდებას, პრავასლავნი, ირან, ბელარუს, რუსეთის, ნაზავი, ჩრდილოკორეული ელემენტებით და არაფორმალი მმართველით, რომელიც ეგრამაგის პასუხია და იცით თქვენ ამ ყვავის თუ კატის ღვიძლის ნაყენს, სვამს და ამ ბანდებს კი შპანას კი გონია, რომ როდესაც ბიზინა ყვავის თუ ჩხიკვის თუ კატის ღვიძლის დაყენებულ ნაყენს დალევს, ამით ბიზინას სიცოცხლე გაუხანგრძლივდება, ხოლო თუ მალამოდ გაარდაქმნის რომელიმე მისი შამანი თუ მკურნალი ბჭყალებში, ექიმი, ასევე ბჭყალებში ეს ექიმი, ეს სიტყვა მე და მალამოს წაისმევს, ასე მაგალითად სახეზე თუ ხელზე თუ ჭრილობაზე, ეს იქნება საკურნებლად ხორცისა თუ სულისა, რომელიც ბიზინა ივანიშვილს აქვს, როგორ არა აქვს, მაგრამ ის სული ჩემი ხმარწმენით ჩამპალია. ნახვამდის.